გამარჯვებათ. როგორც უკვე შეგბირდით, მე დღეს ჩავწერ ვიდეო გაკვეთილს, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას მოგცემთ ყველაფერი იმაზე, რასაც კომპიუტერის ჩართვის დროს პირველ რიგში ვხედავთ. კომპიუტერის ჩართვის დროს პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ფონს, რომელსაც დესკტოპი ეწოდება. ვხედავთ დესკტოპზე მარცხენა მხარეს ამა თუ იმ პროგრამის ხატულებს, რომლებიც ამა თუ იმ პროგრამის გამოძახებას ემსახურება. ქვედა ნაწილში ვხედავთ სწრაფი გაშვების პანელს. ახლა ცალ-ცალკე თითოეულზე. რაც შეეხება ხატულებს, ხატულები არიან ამა თუ იმ პროგრამის მხოლოდ სათაურები, რომლებიც ემსახურებიან ამა თუ იმ პროგრამის გამოძახებას. ასე მაგალითად, თუ ჩვენ აი ამ ხატულაზე დავაკლიკებთ, გამოძახებული იქნება ის პროგრამა, რომელი პროგრამის სათაურსაც ეს ხატულა წარმოადგენს. დავაკლიკოთ. გამოძახებული იქნა გრაფიკული გამოსახულება სურათი. ესე იგი, ამ სურათის სათაური არის ეს ხატულა. გავჩიეთ. ახლა გამოვიძახოთ არა მხოლოდ ფაილი, არამედ მთლიანი პროგრამა. დავუშვათ ოპერა. როგორც ხედავთ, ოპერაც გამოგვეცხადა. გავჩიეთ. რაც შეეხება სწრაფი გაშვების პანელს. თუ ჩვენ რომელიმე პროგრამას დესკტოპზე პირდაპირ დესკტოპიდან გავუშვებთ, ასე მაგალითად, ეს პროგრამა გაეშვება ჩვეულებრივ რეჟიმში, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. ხოლო თუ ამ პროგრამას ჩავიტანთ სწრაფი გაშვების პანელში, აი აქ, და აქედან გავუშვებთ, უფრო სწრაფად მოხდება მისი გაშვება. ამიტომ ქვია სწრაფი გაშვების პანელი. ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, რისი შექმნა შეგვიძლია ჩვენ დესკტოპზე. მარჯვენა კლიკით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საზდად, ხო მართლა. მინდა გითხრათ, რომ მე ამ ვიდეოს ჩაწერამდე სპეციალურად დავაყენე რუსული Windows-ი, რუსული მენიუთი. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ჩემი ვიდეოები ძირითადად გათვლილია და სპეციალურად ჩაწერილია იმ ასაკოვანი ხალხის თხოვნით, რომელთათვისაც უფრო გასაგები ენა რუსული ენაა და არა ინგლისური. და საერთოდ რომ არ ქონიათ კომპიუტერთან შეხება, ესენი არიან ისეთი ხალხი. ხო, შევქმნათ მაგალითად არქივატორი, აბატონო არქივატორი, წავშალეთ. შეგვიძლია შევქმნათ ტექსტური დოკუმენტი, შეგვიძლია შევქმნათ ტექსტური დოკუმენტი მხოლოდ Word-ის ფორმატში. ან შეგვიძლია უბრალოდ ტექსტური დოკუმენტი ბლოკნოტის ფორმატში. შეგვიძლია შევქმნათ სურათის ხატულა, ასევე პორტფელი, პაპკა. ნუ რასაც მოვისურვებთ. აი დავუშვათ შევქმნათ პაპკა. შეგვიძლია დავარქვათ სახელი, რაც ჩვენ გვინდა. ასე მაგალითად, როცა წავშალო ეს დაახლდა შევქმნა, შევქმენი მე პაპკა. და დავარქმევ უბრალოდ სახელს პაპკა. როგორც ხედავთ, შეიქმნა პორტფელი, რომლის სახელია პაპკა. წავშალეთ. ნუ აქ სხვა რა უნდა ვთქვათ. გავთიშეთ. ახლა მინდა გითხრათ, როგორც წავშალოთ სწორად ესა თუ ის პროგრამა. ჩვენ შეიძლება წავშალოთ პროგრამის ხატულა, ესე იგი მარტო სათაური, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ჩვენ სისტემურ ბლოკში ის პროგრამა აღარ იმყოფება. აქ დესკტოპზე ჩვენ ვხედავთ უკვე გითხარით კიდეც მარტო სათაურს პროგრამისას. დანარჩენი hard disk-ზე, C disk-ზე იმყოფება მთლიანი ამ პროგრამის მთლიანი ტანი, მთლიანი ფესვები. და თუ გვინდა რომ ჩვენ რომელიმე პროგრამა კომპიუტერიდან წავშალოთ სრულად, ყველა ადგილს უნდა მივაკითხოთ და ყველა ადგილიდან წავშალოთ.
მოდით მე ახლა გიჩვენებთ როგორ იშლება პროგრამა მთლიანად, სრულად. დავუშვათ წაშლა გვინდა ოპერის. ამოვირჩიოთ ოპერა, რომ უნდა წავშალოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვშლით მარჯვენა კლიკით მის ხატულას, ესე იგი მის სათაურს. შემდეგ შევდივართ სტარტში, გადავდივართ პანელ უправленияში. Установка удалениას ვნახავთ, შევალთ აქ, მოვძებნით ჩვენ პროგრამას, ჩვენი პროგრამის სახელს და დავაკლიკებთ. მივცემთ удалить. აღნიშნავთ აქ ტიჩკით, რომ სულ წაიშალოს და არ დატოვოს არანაირი ფაილი. удалить. როგორც ხედავთ ამ სიიდან ეს ოპერა გაქრა, ესე იგი წაიშალა. მაგრამ გონია რომ მე ეს პროგრამა მატყუებს და თავისი გარკვეული ფაილები სადღაც აქვს კიდევ მიმალული. ამიტომ შევეცდები მთელი სისტემა შემოვიარო და ყველგან შევამოწმო. ჩვენ ორი ადგილიდან უკვე წავშალეთ ოპერა. ახლა მივდივართ მესამე ადგილზე, სადაც კი შესაძლებელია რომ იმყოფებოდეს პროგრამა. ყველა ადგილი უნდა შევამოწმოთ. შევდივართ კომპიუტერში. შევდივართ სისტემურ დისკში. პაპკაში შევდივართ პროგრამ ფაილში და მოვძებნით არის თუ არა აქ რამე ნარჩენი. როგორც ხედავთ, ოპერა აქაც არის დარჩენილი, მაგრამ არა უკვე სრულად, არამედ რაღაც ნაწილია დარჩენილი. დავუშვათ 30%-ია დარჩენილი, მაგრამ ეს 30% საკმარისია, რამდენჯერმე გადაიტვირთოს კომპიუტერი, რომ ისევ აღდგება და გახდება 100%. ამიტომ ესეც მარჯვენა კლიკით удалить უნდა წავშალოთ. აქაც წაიშალა. ეს უკვე მესამე ადგილი, საიდანაც წავშალეთ. ახლა ბოლო და ყველაზე სერიოზული ადგილი, სადაც შეიძლება ჩვენი პროგრამა იმყოფებოდეს დამალული. შევდივართ სტარტში, ვიპოვნით, წერთ ბრძანებას regedit, ვეუბნებით OK-ს და იშლება ჩვენ წინაშე ფანჯარა, რესტრის ფანჯარა. რესტრში მეორე განყოფილებაში შევდივართ აი ამ განყოფილებაში და ვათვალიერებთ, არის თუ არა ეს პროგრამა აქ. როგორც ხედავთ, არის ოპერა. შევდივართ ოპერის პაპკაში და დავინახავთ, რომ ოპერის პაპკაში დამალული ყოფილა ეს ფაილები. ეს ფაილები უნდა წავშალოთ მარჯვენა კლიკით ცალ-ცალკე. თუ რა თქმა უნდა დაგვემორჩილა და წაიშალა. რომელი ფაილიც არ დაგვემორჩილება, უნდა მივცეთ ბრძანება და შემდეგ გადაკვირთვაზე ის ავტომატურად წაიშლება. ხედავთ, ბოლო ფაილი არ დაგვემორჩილა. ეს არაფერი, გადაიტვირთება კომპიუტერი და წაიშლება. გამოვდივართ აქედანაც, ვაკეთებთ refresh-ს. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ ოპერას არ აქვს თუ მთლიანი პროგრამა, არამედ ერთი ფაილიც კი აღარ არის ჩვენ სისტემაში. და შედეგად ჩვენი სისტემა თავისუფალია და შედარებით უკეთესად იმუშავებს, ვიდრე მაშინ, როცა ის დაინსტალირებული იყო. ამ ეტაპზე ახლა მე მგონი, რომ ყველაფერი ვთქვით. დანარჩენზე ვილაპარაკოთ შემდეგ გაკვეთილში. გისურვებთ წარმატება.